გამარჯობა. დღეს უკვე ვიწყებთ თბოიზოლაციას. თბოიზოლაცია ძირზე გავაკეთე, მაგრამ მაგ დროს არ მილაპარაკია რა როგორ მუშაობს და რამდენი მნიშვნელოვანი. და ეხლა უკვე გადავალ თბოიზოლაციაზე და ავხსნი მე რაც ვიცი და რაც გავიგე რა. ესე იგი ერთ-ერთი პირველი რაღაც რაც უნდა გააკეთო სახლი მანქანის კეთებისას არის თბოიზოლაცია. რაც მოვიძიე, ძალიან ბევრი აზრი იყო განსხვავებული თუ როგორ უნდა გაკეთებულიყო თბოიზოლაცია და ყველა ფიქრობს რომ თავისია კაი და თვითონ როგორც აკეთებსია კაი. ეგრეცაა და ბევრი სწორი გზა არსებობს თბოიზოლაციის გაკეთების რა. ჩვენ მარშრუტკაში რომ თბილა და თბილი ჰაერია, მეტალი, ცივი მეტალი გააციებს ამ თბილ ჰაერს და თბოიზოლაციის მიზანია რომ ეგ არ მოხდეს. და ოღონდ ეგ უნდა მოხდეს თბოიზოლაციის ხარჯზე და არა იმის ხარჯზე რომ მთელი ღამე გამათბობელი გუგუნებდეს. ეგ როგორ მუშაობს იზოლაცია რა. ჰაერი არის საკმაოდ კარგი იზოლატორი. სითბო სწრაფად გადის მყარ რაღაცეებზე, მაგალითად როგორიცაა მეტალი ჩვენ შემთხვევაში, მაგრამ უფრო ნელა გადის ჰაერში. მაგრამ არ გვაწყობს, იმიტომ რომ ჰაერი სწრაფად მოძრაობს რა. თბოიზოლაცია ქმნის ძალიან ბევრ ჰაერის სადგომს, პატარა ჰაერის სადგომებს, ანუ თბოიზოლაცია თლიანად არის შეკავებული ჰაერი, რომელსაც ძალიან კაი იზოლაციის ფუნქცია აქვს. ანუ თბოიზოლაციაში გვაქვს ათასობით პატარა ჰაერის ფუშტუკები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ სიცხის სიცივეში გარდაქმნაში და პირიქით. რაც უფრო მეტი ჰაერია დამწყვლეული, უფრო მეტია თბოიზოლაციაც ეგრე გამოდის. და ეგ აღინიშნება RO-ი ქვია, რომელიც საძილე ტომერების გამოიყენება, მაგრამ სადაც ვნახე რომ უყიდულობით თბოიზოლაციას გონი არსად არ ეწერა საერთოდ რამდენი RO-ი აქვს რა, რაც უფრო მაღალია ეგ RO-ი, უფრო კაი თბოიზოლატორია. მაგრამ თან ეგ დამოკიდებულია სისქეზეც, ანუ რაც უფრო სქელია, უფრო მეტი RO-ი უწევს, ეგრე გამოდის. მაგრამ ეგ იმას აღნიშნავს, რომ რაც უფრო მაღალია RO-ი, ავიღოთ და ეგრევე მივატყებოთ კედლებს და ჭერს და ძირს, იმიტომ რომ შეიძლება 1 მეტრი სისქის თბოიზოლაციაც იყოს. არ გამოგვადგება მანქანაში, იმიტომ რომ სივრცე არ გვაქვს დიდი და გვჭირდება ისეთი ვარიანტის შერჩევა, რომ ძალიან დიდი სივრცე არ დაიკარგოს. ასევე მარტო RO-ის ყურება არ გამოგვადგება ამ დროს, იმიტომ რომ კიდე ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი თბოიზოლაციის შერჩევისას. მაგალითად ფასი, როგორ იწოვს წყალს, რამდენად ადვილად იყიდებს ოფს, რამდენად ადვილია მისი დაყენება, ინსტალაცია და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რაც თბოიზოლაციას აქვს, არის რომ იწოვს წყალს და წარმოიქმნება ოფი. ახლა ჩვენ მანქანაში არ იწვიმებს, მაგრამ თუ თბოიზოლაცია კარგად მუშაობს, კონდენსატი უეჭველი წარმოიქმნება და ეს თბოიზოლაცია შეიწოვს. მაგალითად, თუ გარეთ ცივა რა და შიგნით რამე თბილი ხდება, მაგალითად საჭმელს ვამზადებთ, ადამიანის სუნთქვაც და სხეულის ტემპერატურაც გამოყოფს სითბოს, წარმოიქმნება კონდენსატი. ამიტომ თუ თბოიზოლაცია წყალს შეიწოვს და ვერ გაშრება, წარმოიქმნება ოფი და დაგვიზიანდება ჯანმრთელობაც. კიდევ ერთი პრობლემა, რაც გვხდება თბოიზოლაციისას, არის რომ ეს ცხელი ჰაერი დადის წრეებს მანქანაში, ცირკულირებს ერთ ადგილას. ამის კიდე ყველაზე ადვილი და კარგი გამოსავალი არის ვენტი ჭერში, რომელიც უკვე დავაყენე. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ცირკულაცია მოხდეს რა. აუცილებელია, რომ ცირკულაცია მოხდეს მანქანაში. და თუ ვენც არ ვაკეთებთ, მაშინ რამე ისეთი უნდა მოვიფიქროთ, რაც ამ ცირკულაციას მოახდენს. ანუ ფანჯარა ჩაუწიოთ პატარაზე და ერთხარის პატარა 12 ვოლტიანი ვენტილატორი დავაყენოთ ან ამე ეს ვენტი ეხმარება ყველაზე მეტად რომ ოფი არ გაჩნდეს. თბოიზოლაციის დროს ყველა მხარე არის ძალიან გასათვალისწინებელი, როგორც ჭერი, ისე გვერდები და ისე ძირი. ჭერია ყველაზე გასათვალისწინებელი, იმიტომ რომ მზის სხივები პირდაპირ ძირითადად ჭერს ურტყავს. ძლიერი სიცხე ან სიცივე რო შევინარჩუნოთ, საჭიროა ჭერი იყოს კარგად თბოიზოლირებული. იმიტომ რომ სიცხე ზევითად ისა ზევიდან იკარგება ძირითადად და ზევიდან აღწევს სიცხე ზაფხულშიც. ანუ მოკლედ რო ვთქვათ, თბოიზოლაცია გვაძლევს საშუალებას, რომ ზამთარში თბილად ვიყოთ უფრო დიდი ხნის განმავლობაში და ზაფხულში უფრო გრილად. თბოიზოლაციისას კიდევ ერთი ყველაზე გასათვალისწინებელი რაცაა, არის რომ სადაც ვერ ვწდებით ის ადგილებიც რო ამოვავსოთ. მაგალითად,
აი ეს ადგილი, რომელშიც შეუძლებელია XPS-ს ჩავდო მე. ამიტომ ამ ადგილს ამოვავსებ ქაფით. ამ ადგილს კიდე ჩვეულებრივ XPS-ით და მე ბარიერს გავუკეთებ ალუმინის ლენტით. კიდე ერთი ყველაზე დიდი სითბოს დამკარგავი ან სითბოს შემომშვები არის ფანჯრები. რაც უფრო მეტი ფანჯარა აქვს მანქანას, მით უფრო ნაკლები აქვს თბოიზოლაცია. ამიტომ საჭიროა მაგის მოგვარებაც თერმო ფარდების შეკერვით ან მზის ამრეკლების დამყენებით. აი მანქანებში რო მზის ამრეკლები წინა საქარიშუშებზე როდებენ. ეგ არის პრიალა და მეტალისნაირი ვიზუალი, რაც მოხვედრილ სხივებს ძირითადად უკან აბრუნებს და შიგნით არ უშვებს. ზამთარშიც აუცილებელია, რომ არ დავკარგოთ სითბო მანქანიდან და შევინარჩუნოთ სითბო მანქანაში. როცა მანქანი შიგნით თბილა და გარეთ ცივა, თბილი ჰაერი ცდილობს გადავიდეს თბილი მხარედან ციუ მხარეს, განსაკუთრებით მანქანის კედლებისკენ და ჭერისკენ. და სწორედ ამიტოა საჭირო მანქანის თბოიზოლაცია ისეთი მასალებით, რომელსაც ნაკლები თბოგამტარობა აქვს. აი ახლა ეს ილუსტრაცია რო ვნახოთ რა. ილუსტრაციაზე ჩანს როგორ გადაიქმნება სითბო მაშინ, როცა მანქანის შიგნით მუდმივად 18 გრადუსია, ხოლო გარე პირობები განსხვავებულია. მარცხენა მხარეს 25 გრადუსია, ხოლო მარჯვენა მხარეს 0 გრადუსი. და როგორც ჩანს, ცივ პირობებში სითბოს უმეტესობა იკარგება ამ გზით, ამიტომ მაღალი ხარისხის იზოლაცია შეუძლია ძალიან დიდი განსხვავება მოგვცეს მანქანის შიდა ტემპერატურაში. ვახსენე უკვე, რომ საიზოლაციო მასალები ფასდება არვალიუთი, რაც აღნიშნავს მათ თერმულ გამძლეობას. ანუ რაც უფრო მაღალია ეს ციფრი, მით უკეთესი თერმული გამძლეობა. არვალიუები არახატია და არაწერია. რაც ვნახე, მეებშიც ვიყავი თბოიზოლაციის შესარჩევად, არსად არ ეწერა არვალიუ. რომ ამერიკელები ხმარობენ მარტო და მაგის ადგილზე შეიძლება Google-ით რა მოდელი რო ჩაწეროთ თბოიზოლაციის და ადვილად გაიგებთ რამხელა არვალიუ. და სწორედ მაგიტო შევარჩიე XPS-ი. არსებობს ძალიან ბევრი თბოიზოლაცია. ყველას ახლა არ ჩამოვთვლი, მაგრამ ჩემთვის რაც ვნახე, ყველაზე კარგი არის ნატურალური ცხვრის მატყლის თბოიზოლაცია. უბრალოდ აქ არის შოვება. თუ მართლა ხარისხიანად აკეთებთ, გამოწერით შეიძლება. აქ ვერ ვიშოვე, იმიტომ რომ პროსტა მატყლი რო ჩავტენო ახლა ღრიჭოებში ან ბალკებში ან ჩვეულებრივ იმაში არ არის დამუშავებული სპეციალურად რა და ჭია უეჭველი გაუჩნდება და უეჭველი დაიწყებს ხრხნას. მეორე ადგილზე ჩემი აზრით რაც ნახე არის პოლიურეთანის ქაფი, რომელიც ჩნდება ძალიან ძვირი, მაგრამ მუშაობს საუკეთესოდ, იმიტომ რომ ვაფშე ყველა ღრიჭოს ავსებს, მაგრამ ვერასოდეს ვეღარ მოხსნი რა. და კიდე ძნელი ნაწილია გათანაბრება, იმიტომ რომ ამას რომ მიასხავ, იზრდება ის ქაფი, გამოდის და მე უნდა ჭრა და ასწორო ყველაფერი. დროც ბევრი იმიაქვს. სამუდამოა, მაგრამ საუკეთესოდ მუშაობს ასე. ყველაზე კაი ვარიანტი, რაც შემეძლო ამერჩია, ბიუჯეტურიც არა და საშუალო ფასის და საუკეთესოდ რომ მუშაობდეს, არის XPS-ი. XPS-ი იმიტომ ავარჩიე, რომ ქვაბამბას და მსგავს თბოიზოლაციებს ჭირდება ძალიან ბევრი ჩალიჩი და ძალიან კაი ბარიერი, რომ კონდენსატი არ შეიწოვოს, არ დაობდეს და არ მოჰკლას და მოღწამლოს რა. XPS-ი არის ძალიან კაი ვარიანტი, ოღონდ XPS-ი ის არა, აი მაცივრები და ტელევიზორები რომ მოდის შეფუთული თეთრ კაფში. უფრო მეტი დამწყდეული ჰაერი აქვს XPS. ძალიან მკვრივი რომ ამიტომ ძნელია რა მისი ინსტალაციაც და უფრო ძირითადად სწორი კედლები რომელ მანქანასაც აქვს, იქ აინსტალირებენ ხოლმე XPS, მაგრამ ამ შემთხვევაში იმიტომ გადავწყვიტე რომ პატარა მანქანაა და რავი რაც არ უნდა ვიჩალჩო, მაინც ძალიან ბევრი საჩალჩო არ გამომდის. ეხლა ვილაპარაკებ ორთქლსაწინააღმდეგო მემბრანაზე. როცა მანქანაში ცხოვრობ, ყოველდღიური საქმიანობა, რაღაც პროდუქტების გამოყენება ან მოწყობილობების გამოყენება, საჭმლის კეთება ზრდის შიდა ტემპერატურას. ამ ტემპერატურის დასთან ერთად იზრდება ტენიანობაც და კონდენსატიც ადვილად წარმოიქმნება. და ეს თუ სწორად არ გავაკონტროლეთ, მანქანაში გვექნება ცუდი სუნი დამპალი ხე და ასე შემდეგ. როცა მანქანის შიდა და გარე ტემპერატურა შორის სხვაობაა, თბილი ჰაერი ეხება ცივ მეტალს და ორთქლი აირიდან სითხედ გადაიქცევა.
წყალს თუ წასასვლელი არსად არ აქვს, დაგროვდება და ბევრ პრობლემას შეგვიქმნის. აი მაგალითად ოთახში რომ ცხელა და გარეთ ცივა. ციუ ფანჯარას ეხება თუ არა სითბო, ეგრევე კონდენსატი ჩდება. იგივე ხდება მანქანის მეტალის კედლებზეც, ოღონდ მაგას ვერ გავაშრობთ, იმიტომ რომ იზოლაცია და სხვა ხის კონსტრუქცია და რაც გვაქვს კედლებზე ეგ ფარავს. ხო და ეს პრობლემა რომ ავიცილოთ, საჭიროა ორთქლსაიზოლაციო მემბრანა. ის ქმნის გაუმტარ მემბრანას და იზოლაციას ჰერმეტულად ხურავს მანქანის გარე კედლებსა და ბარიერს შორის. შედეგად, როცა ორთქლი კონდენსირდება, წყალი აღარ წარმოიქმნება ციუ მეტალზე, ის წარმოიქმნება ბარიერზე, რაც იცავს იზოლაციას და რთულად გასანიავებელ ადგილებს. მიუხედავად იმისა, რომ ორთქლის ბარიერი ძალიან მნიშვნელოვანია ნესტისგან დასაცავად, მანქანაში მისი იდეალურად ჰერმეტულად გაკეთება რთულია. არათანაბარი ფორმების, კონსტრუქციების, მიმაგრების და მოპირკეთების გამო ხშირად საჭიროა ბარიერების დახვრეტა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია კარგი ვენტილაციაც, რათა კონდენსაციის დაგროვება შეემცირდეს. ორთქლის ბარიერის შექმნა შეგვიძლია რამდენიმე გზით, მაგალითად სქელი პარკით, სპეციალური ორთქლსაიზოლაციო მემბრანიდან, ჩვენ შემთხვევაში, რომელსაც XPS-ზე ვაყენებთ, ალუმინის ლენტით. გვერდებზე ვაკეთებ 40 მმ-იანი XPS-ით. ეს ერთმხარის გამოწეულები აქვს, რომ კედელზიან სადმე რო კეთდება ერთმანეთში ჩაჯდეს, მაგრამ ეგენი არ მჭირდება, ამიტომ მოვაჭერი. 40 სმ-იანი იმიტომ ვაკეთებ, რომ მაქვს მაგხელა სივრცე. და ჭერს გავაკეთებ 3-ია, იმიტომ რომ მეტი დაბლა რო არ დაიწიოს ჭერა. უნდა დავჭრა ამის ზომებად. 17.5. სიმაღლე რამდენია? 60.5. ეს არ არის ჩემთვის აუცილებელი, რომ ზუსტად კიდეებამდე იყოს, იმიტომ რომ პროსტა დავაფიქსირო მინდა და მე დანარჩენს ქაფით შევავსე. კაია. ახლა ზედმეტი ჩამოვაჭრა. ძალიან ბევრი რაღაც ამოუჭერი time-lapse-იდანაც, იმიტომ რომ ზუსტად ჭრას უნდა დიდით რომ აი თითო XPS-საც ძალიან ბევრჯერ ვაპატარავებდი, რომ ზუსტად ჩამჯდარიყო. აგიტოა რთული სამუშაო XPS-ი. აბამბაზე, ცხვრის მატყლზე და მსგავს რბილ რაღაცეებზე ადვილია რა, დაახლოებით ზომა მოჭერი და უეჭველი ჩაეტევა. იმიტომ რომ შეგვიძლია შევკუმშოთ. XPS-ის ინსტალაცია კიდე უფრო რთულია. გადავედი ჭერზე და ჭერზეც კაი დრო წავიდა ზუსტი ზომების მოსაჭრელად და ჩასატევად, მაგრამ ისე დავჭერი, რომ უცებ განახოთ რა გავაკეთეთ, რეალურად ჭერზეც კაი დიდი ხანი წავიდა.
ეხლა უკვე დავიწყე ქაფით ამოვსება ყველა ღრიჭოსი და მიუდგომელი ადგილის. ქაფითვე შევავსებ ბალკებს, ისეთ ადგილებს, სადაც ფიზიკურად ვერაფერი ვერ შეეტეო და ქაფის მილის გარდა. ეხლა ამით თავიდან ჩვეულებრივი ქაფით ვავსებ, ძირი და ელემენტარული რაღაცეები ამ ქაფით ამოვავსე და მეორე ნაწილს უკვე სპეციალური პოლიურეთანის ქაფით ვავსებ, რომელსაც თბოიზოლაციაში იყენებ. ნახეთ, ვიყიდე პოლიურეთანის ქაფი. ციტადელში ვიშოვეთ 15 ლარი და 1 და ეს გამოიყენება იმენ თლიანი მანქანის თბოიზოლაციაში ხოლმე. სახმანქანას ვინც აწყობს თლიანად ამით აკეთებენ ხოლმე, უბრალოდ ძალიან ძვირი ხის რა, ყველაზე ეფექტური საშუალებაა, მაგრამ ესეთ პატარა ტუპიკებშიც არა. დიდ რაღაცაში საუდება და სპეციალური თოფით კეთდება, მაგრამ ეს ახლა მეყოფა ყველა ღრიჭოს შესავსებად, კედლებზე, ჭერზე, საერთოდ რომ თლიანად შეიფუთოს მანქანა და ერთი მთლიანი თბოიზოლაცია გახდეს. დავიწყე ჭერის ბალკების ქაფით შევსება, იმიტომ რომ დაახლოებით 20 სანტიმეტრი გარღვევა გვექნებოდა ჭერზე ყველა ბალკა რო ავიღოთ. 20 სანტიმეტრი გარღვევა ჭერზე თბოიზოლაციისთვის არის დამღუპველი, იმიტომ რომ ზაფხულში ძალიან ბევრი სითბო შემოვიდოდა, ზამთარში კიდე ქვევით გამათმობელიდან წამოსული სითბო, რომელიც ზევითადის ეგრევე დატოვებდა მანქანას. ხო და აუცილებელია ჭერის კარგად თბოიზოლაცია ჩემი აზრით და ყველაზე მნიშვნელოვანი რა. ყველაზე მეტი სითბო იკარგება ჭერიდან, იმიტომ რომ ადის ზევით. ეხლა უკვე დავიწყე ალუმინის ლენტის გადაკვრა ყველა დაშორებაზე, იმიტომ რომ როგორც ავხსენი უკვე გამოიყენება ეს ჰიდრობარიერისთვის, კონდენსაციის შექმნას უშლის ხელს და თან აერთიანებს თბოიზოლაციას, რაც უკეთეს შედეგს დებს.
ამიტომ არ უნდა დაგვეზაროს ალუმინის ლენტის გამოყენება, როცა XPS-ზე უმუშაობთ. როცა ქვაბამბაზე, მატყლზე და მსგავს რბილ საშუალებებზე უმუშაობთ, სპეციალური ჰიდრობარიერიან სქელი პარკი, რომელიც დაიცავს მეტალზე კონდენსატისგან. ორი-სამი საათი ჭირდება ხოლმე ქაფის გაშრობას, მეტი არა, მაგრამ მაინც 24 საათი დაველოდე, რომ კარგად გამხმარიყო და დავიწყე ზედმეტი რაღაცეების მოშორება, კედლებზე, ჭერზე, რასაც გავაკრავ, ხელი რო არ შეუშალოს იმას. მორჩა თბოიზოლაცია შეიფუთა ვაფშე მთლიანად მანქანა XPS-ში. ხრიჭოები მიუდგომელი ადგილები ამოივსო, პოლიურეთანის ქაფით ბარიერიც გავაკეთე. ალუმინის ლენტით რო კონდენსატი ნაკლები წარმოიქმნას და ეგ იყო რა, ძნელი არაფერია, უბრალოდ რომ მიაქვს ზომვას ჭრას, მეტი არაფერი არა. შემდეგი ეპიზოდი უფრო სერიოზულია. შემდეგი ეპიზოდიდან დავიწყებ დაქსელვას კაბელებით, სადაც დენი უნდა მივიდეს. მივიყვან წინასწარ, რომ მე შეიფუთოს ხეში მთლიანად. ავხსნი რა კაბელს გამოვიყენებ, რატო? იმიტომ რომ მანქანა არის ძალიან სწრაფად იცვლის ტემპერატურას, სიცივე, სიცხე, ვიბრაცია და ამ ყველაფერს უნდა გაუძლოს რა კაბელი. ხო და შემდეგი ეპიზოდებიდან უფრო სერიოზული რაღაცები დაიწყება, გამოიწერეთ და მაგარი რაღაცები იქნება რა შემდეგიდან უფრო. ხო.